საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა პოლონეთში მომხდარ ავტოავარიას. შემთხვევა 25 ოქტომბერს ვდოლ კოლონიის მუნიციპალიტეტში მოხდა. ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, აც გარდაცვლილმა 35 წლის მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ჯერ ბარიერს შეეჯახა, შემდეგ კი საპირისპირო ზოლში გადავიდა და გზაზე მომავალ ჯიპს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ 29 და 35 წლის მამაკაცები, რომლებიც საქართველოდან პოლონეთში სამუშაოდ იყვნენ წასულები. რაც ეხება მეორე ავტომანქანის მგზავრებს, ორი პირი სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.